ესე იგი, ჩვენ ვისაუბრეთ გარკვეულ არაორგანული შესავალი გავაკეთეთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია, რომ იყოს ჩვენთვის გასაგები. აუცილებელია, ჩვენ ვიცოდეთ, რა არის პოლარობა, რა არის წყალშიხსნადობა, ვიცოდეთ, რა არის pH, ვიცოდეთ ესა თუ ისნაირთი სხვადასხვა pH-ზე როგორი ფორმით არსებობს, იმისათვის, რომ გავიგოთ შემდგომში ამნაირთა თვისებები, გავიგოთ რა ფორმით არსებობენ ესენი უჯრედში, რა ფორმით არსებობენ ესენი ჩვენს ექსპერიმენტულ გარემოში და ასე შემდეგ. ეხლა შემდეგი საკითხი უკვე ეს არის ჩვენ გადავდივართ შეიძლება ითქვას ბიოორგანულ ნაერთების განხილვაზე. ანუ თქვენ იცით რომ ბიოქიმია, რომელიც მოიცავს სტატიკურ და დინამიურ ბიოქიმიას, პირველ რიგში ახასიათებს იმ მოლეკულებს, რა მოლეკულებიც აწყობენ ცოცხალ სისტემას და რა მოლეკულებსაც აქვთ ერთმანეთთან კავშირი. და ამ მოლეკულებიდან თქვენ იცით რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ცილა. ცილა, რომელსაც პროტეინი უწოდეს, იმიტომ რომ პროტეინი ნიშნავს საწყის პირველად, რადგანაც ცილები იქნა აღმოჩენილი ფაქტიურად ყველა სისტემაში და არა მარტო ერთი სახის, არამედ ძალიან მრავალფეროვანი ბუნებით წარმოდგენილი. ეს და ასევე აღსანიშნავია, რომ ისინი იყვნენ ჩართული ძალიან ბევრ პროცესში. ამიტომ მეცნიერთა ძალიან დიდი ნაწილი წლების განმავლობაში იმასაც კი ფიქრობდა, რომ ცილა ეს არის სწორედ ის მოლეკულა, რომელსაც ახასიათებს, რომელიც ინახავს გენეტიკურ ინფორმაციას და რომელიც ახდენს ამ გენეტიკური ინფორმაციის გადაცემას. თქვენ იცით, რომ ეს მოსაზრება დღესდღეობით უკვე შეცვლილია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს თუ საიდან წამოვიდა ეს აზრები, ანუ რამ განაპირობა ეს ყურადღება რაც ცილების მიმართ იქ. ეხლა ცილას როგორც ახლა მოგახსენეთ, იმიტომ მიაკუთვნებდნენ ასეთ მნიშვნელოვან დატვირთვას, რომ ცილა როგორც თქვი, იყო წარმოდგენილი ძალიან ბევრ პროცესში. ის კი ბევრი და სხვადასხვა ფუნქციის შემსრულებელი ცილები იქნა აღმოჩენილი. და ის ასრულებდა არა მარტო სტრუქტურულ ფუნქციას, არამედ ცილები ასრულებდნენ დინამიკურ ფუნქციას, ცილები ასრულებდნენ სატრანსპორტო ფუნქციას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რასაც ჩვენ შემდეგ მეცადინეობაზე უფრო ჩავუკვირდებით, მაგრამ საინტერესოა რა, რომ ჩვენ იმთავითვე, როდესაც დავიწყეთ საუბარი, ვთქვით, რომ ბიოქიმიაში და საერთოდ ქიმიურ სისტემაში სტრუქტურა და როდესაც მით უმეტეს რთულ ქიმიურ მოლეკულებთან გვაქვს საქმე, სტრუქტურა არის ძალიან მჭიდრო დაკავშირებული ფუნქციასთან. ანუ თუ ფუნქცია მრავალფეროვანია, სტრუქტურაც მრავალფეროვანია. და სწორედაც რომ ცილებს აქვთ საკმაოდ ისეთი ფართე სპექტრი სტრუქტურებისა, ეს განაპირობებს იმას, რომ მათ შეუძლიათ სხვადასხვა ფუნქციის შესრულება. ეხლა, მაშინ პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული, აღვიქვათ თუ რა არის ცილის სტრუქტურა. რას წარმოადგენს ცილა? ცილა ეს არის პოლიპეპტიდი. ანუ ცილა და პოლიპეპტიდი ესენი სინონიმებია. ორივე შეგიძლიათ იხმაროთ. ეხლა პოლიპეპტიდი ეს ნიშნავს, რომ არის მასში გარკვეული მრავალი განმეორებადი ერთეული, ხო? ის შედგება მონომერებისაგან. ანუ პოლიმერები შედგებიან მონომერებისაგან, ხო? მონო ეს ერთი, მეროს არის ერთეული. ანუ მრავალი ერთეულისაგან შედგება ცილა. და ცილის ერთეულს თქვენ იცით, რა თქმა უნდა, რომ წარმოადგენს ამინომჟავი. აი ზუსტად დღეს გვექნება საუბარი ამინომჟავებზე და მათ დახასიათებას შევეცდებით. ეხლა რას წარმოადგენს ამინომჟავა, ხო? ამინომჟავა პირველ რიგში ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის არის ცილის მონომერი. ეხლა მეორე, როდესაც ვამბობ, აი როგორი ბუნებისნაერთია ეს ამინომჟავა. კარგი, ის ცილის შემადგენლობაში შედის, მაგრამ ის ესე იგი თუ ბევრი ამინომჟავა ამ ცილაში, ეს ამინომჟავები აძლევენ ამ თვისებებს, ხო ცილას, რომ მას ამ ფუნქციების შესრულება შეუძლია. აი ეს ამინომჟავა აღმოჩნდა, რომ არის ამფოტერული ბუნებისნაერთი. ხო, რა არის და როგორ ამაზეც ვიტყვით ერთ-ორ სიტყვას რამოდენიმე წუთში. და საინტერესოა ის, რომ ამინომჟავები არ არიან მხოლოდ და მხოლოდ რაიმე სტრუქტურული ერთეულები. არ არიან ისინი მხოლოდ ცილის მონომერები, არამედ ისინი საკმაოდ აქტიური ნაერთები არიან. ანუ ამინომჟავები შესაძლებელია იყვნენ ბიოლოგიურად აქტიური მოლეკულები. ეხლა პირველ რიგში ჩვენ რა თქმა უნდა საუბრობთ ხოლმე კლასიფიკაციაზე. მე მინდა რომ დაიმახსოვროთ ყველა ეს ეხება ყველას
არა მარტო ჩემი ჯგუფის სტუდენტებს, ხო, ზოგადად ყველასთვის არის ეს, რომ როდესაც საუბარია კლასიფიკაციაზე, კლასიფიკაცია რა არის? დაჯგუფება გარკვეული ნაერთების, დაჯგუფება გარკვეული ჯგუფების, გარკვეული წარმომადგენლების რაღაცა ესე ვთქვათ, გამაერთიანებელი ნიშნის ქვეშ. ანუ და სხვადასხვა ჯგუფებში რაღაცა განმასხვავებელი ნიშნების და მიხედვით. ანუ შესაბამისად, როდესაც საუბარია კლასიფიკაციაზე, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რა ტიპის კლასიფიკაციაა ეს, რის მიხედვით ახდენ კლასიფიკაციას. იმიტომ რომ თუ ამას არ განსაზღვრო ადამიანი, ერთი და იგივე ნაერთი, ერთი და იგივე მოლეკულა შეიძლება ერთი კლასიფიკაციის მიხედვით იყოს ერთად, რომელიმე სხვა მოლეკულასთან, მაგრამ მეორე კლასიფიკაციის მიხედვით ისინი შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებულ ჯგუფში მოხვდნენ. ამიტომ ესე იგი, ამინომჟავების კლასიფიკაცია აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, რის მიხედვით ხდება კლასიფიკაცია. თქვენ იცით, რომ აი მაგალითად ძირითადი და ანუ ესენციური და ანუ შეუცვლელი და შეცვლადი ამინომჟავები, ხო? ეს რის მიხედვით ხდება? ეს არის მათი სინთეზის მიხედვით, ანუ რამდენად ორგანიზმს, ადამიანის ცხოველურ ორგანიზმს შეუძლია რომ წარმოქმნას ეს ამინომჟავები. თუ არ შეუძლია, მაშინ ესენი არიან შეუცვლელნი, იმიტომ რომ შენ თუ არ მიიღებ ამას კვებითი რაციონიდან, მაშინ ვერ მოახდენ მის სინთეზს, ვერ მოახდენ მის წარმოქმნას და შესაბამისად მისი ფუნქცია რაც არის, რომ სხვადასხვა ფუნქცია, ის ფუნქცია დაირღვევა. ამიტომ კვებითი ღირებულების მიხედვით ამინომჟავები არიან დაყოფილი ორ ჯგუფად, შეცვლადი და შეუცვლადი ამინომჟავები. ეხლა კიდევ ამის მიხედვით არის რა? ცილის მოლეკულის შენებაში მონაწილეობის მიხედვით. ამის მიხედვით არსებობს ეგრეთ წოდებული პროტეინოგენული ამინომჟავები და არაპროტეინოგენული ამინომჟავები. ანუ ამინომჟავები, რომლებიც მონაწილეობენ ცილის მოლეკულის შექმნაში, ამინომჟავები, რომლებიც მხოლოდ თავისუფალი სახით არიან. აი ამაზეც გვექნება საუბარი, როგორი ამინომჟავები არსებობენ მათი წარმომადგენლები. ეხლა ყველაზე ფართოდ გავრცელებული და კლასიფიკაცია, რომელსაც ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ და ვიყენებთ, ეს არის რადიკალის სტრუქტურისა და მახასიათებლების მიხედვით. თქვენ ხედავთ, რომ ამინომჟავაში გვაქვს ჩვენ 4, ანუ ალფა ნახშირბადთან, რომელიც არის ასიმეტრიული, დაკავშირებულია 4 სხვადასხვა ჯგუფი. ეს არის წყალბადი, ამინო ჯგუფი, კარბოქსილის ჯგუფი და ეგრეთ წოდებული რადიკალი, ანუ გვერდითი ჯაჭვი, ხო ზოგიერთ ლიტერატურაში. აი ეს რადიკალი, რადგანაც ყველა ამინომჟავა შეიცავს აი ამ ნაწილს, მას ზოგიერთ ლიტერატურაში ესე ვთქვათ, ძირითად ჯგუფსაც უწოდებენ ხოლმე. მაგრამ ამინომჟავები განსხვავდებიან ზუსტად აი ამ რადიკალის მიხედვით. შესაბამისად, რადიკალის თვისებები განაპირობებს ზოგადად ამინომჟავების თვისებებს. ანუ თუ ჩვენ გვინდა შევადაროთ ამინომჟავები გარკვეული თვისებები, ისინი შეგვიძლია შევადაროთ რადიკალის და მიხედვით. ეხლა ამინომჟავების კლასიფიკაცია რადიკალის, ხო, კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ, არსებობს კიდევ ერთ-ერთი თავისი მეტაბოლიზმის მიხედვით ამინომჟავები იყოფიან გლუკოგენურ და კეტოგენურ ამინომჟავებად. გლუკოგენური ამინომჟავები, თქო, როდესაც მეტაბოლიზმს ისწავლით, იქ ნახავთ, რომ გლუკოგენური ამინომჟავები ესენი არიან ამინომჟავები, რომლებიც წარმოადგენენ გლუკოზის წინამორბედს. ანუ ისინი წარმოადგენენ წინამორბედს ნახშირწყლების სინთეზისათვის. და კეტოგენური ამინომჟავები კი წარმოადგენენ წინამორბედს კეტომჟავების სინთეზისათვის. კარგით, ეხლა თუ ჩვენ როგორც გითხარით, ძირითადად გავამახვილებთ ყურადღებას რადიკალის მიხედვით ამინომჟავების კლასიფიკაციაზე და სტრუქტურის მიხედვით არსებობს ორი ჯგუფი ამინომჟავების, ეს არის ციკლური, იგივე არომატული და აციკლური, ანუ ალიფატური ამინომჟავები. თავის მხრივ ციკლური ამინომჟავები იყოფა ჰომოციკლურ, ჰეტეროციკლურ ამინომჟავებად და იმინომჟავებად და აციკლურებში ჩვენ გვხვდება მონოამინო მონოკარბონის მჟავები, მონოამინო დიკარბონის მჟავები და დიამინო მონოკარბონის მჟავები. აი, ეს არის სურათი, აი თქვენ ხედავთ, ეს არის ჰომოციკლურები, აი ნახეთ, ფენილალანინი, სადაც ერთი ციკლია და ჰეტეროციკლურები, აი მაგალითად ტრიპტოფანი, სადაც ორი განსხვავებული ციკლია ერთად. და გვაქვს ამინომჟავა პროლინი, რომელიც არის იმინომჟავა, იმიტომ რომ შეიცავს აქ მეორეულ ამინო ჯგუფს. აი თქვენ ხედავთ NH2+ ეს რა შეიცავს ერთი პროტონი აქვს დამატებული. თორე ისე აქ არის NH ჯგუფი, ხო?
აი ასეთი ამინომჟავაა პროლინი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცილის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. ალიფატურებში ჩვენ გვხვდება ესეთი ჯაჭვოვანი სტრუქტურები და სახელი რის მიხედვით არის თუ რადიკალში გვაქვს დამატებითი კარბოჯგუფი, დამატებითი ამინოჯგუფი, ან თუ საერთოდ არ გვაქვს დამატებითი ამინო ან კარბოჯგუფი, მაშინ ეს არის მონოამინო მონოკარბონის მჟავა, ხო? იმიტომ რომ ერთი ამინო და ერთი კარბოქსილის ჯგუფი აქვს ნებისმიერ ამინომჟავას. ეხლა ამინომჟავების კლასიფიკაცია კიდევ ხდება რადიკალის თვისებების და მიხედვით. და ამ თვისებაში გამოყოფენ ხოლმე პოლარობას. ეხლა რა თქმა უნდა პოლარობის მიხედვით არსებობს ორი ჯგუფი, არაპოლარული და პოლარული ამინომჟავი. არაპოლარულებში, არაპოლარული არის არაპოლარული, არაპოლარული ანუ ჰიდროფობული იგივე და პოლარული ანუ ჰიდროფილური და მასში განარჩევენ სამ ჯგუფს. ეს არის ნეიტრალური ამინომჟავები, რომელთაც უმუხტოს უწოდებენ, ანუ მათ მუხტი არ გააჩნიათ. მეორე ეს არის დადებითად დამუხტული, ანუ ფუძი ამინომჟავები და მესამე ეს არის უარყოფითად დამუხტული, ანუ მჟავა ამინომჟავი. და ეხლა წარმომადგენლები. აი არაპოლარული ამინომჟავები. აი მე გთხოვთ რომ როდესაც თქვენ შეისწავლეთ ამას სიგნიდან პრეზენტაციასაც ასევე შეხედოთ და კლასიფიკაცია ისწავლოთ მაგალითად პრეზენტაცია. აი ამინომჟავა გლიცინი. ამინომჟავა გლიცინი ზოგიერთ ლიტერატურაში მოხსენიებულია როგორც პოლარული ამინომჟავა, მაგრამ ის არაპოლარული. რატომ? იმიტომ რომ მას აქვს ეს ერთი წყალბადი, ხო, არაპოლარული ჯგუფი. თუმცა რადგანაც ეს არის მხოლოდ ერთი წყალბადი, აღმოჩნდა რომ ის მოლეკულის მთლიან პოლარობაზე ვერ ახდენს გავლენას. ანუ მაინც გლიცინი არის მცირედ, მაგრამ მაინც პოლარული ამინომჟავა. ამიტომაც არის ზოგიერთ ლიტერატურაში მოხსენებული ის პოლარულ ამინომჟავებთან ერთად. ანუ ეს არის ეს თვისება გლიცინის, რაც გამოწვეულია ესეთი პატარა დამატებითი ანუ რადიკალით, ხო? რაც შეეხება სხვას, აი თქვენ ხედავთ ალანინში გვაქვს მეთილის ჯგუფი, ხო? აი ვალინში ჩვენ გვაქვს აი ესეთი ჯაჭვური სტრუქტურა ორი მეთილის ჯგუფი და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა აქ შეცდომა. აი შეცდომა რა არის? ცისტეინი. ცისტეინი ეს არის პოლარული ამინომჟავა. რატომ? იმიტომ რომ ის შეიცავს სულფჰიდრილის ჯგუფს და სულფჰიდრილის ჯგუფი ეს პოლარული ჯგუფია, იმიტომ რომ აი ეს გოგირდ წყალბადი პოლარული ჯგუფია. მას შეუძლია რომ კავშირი დაამყაროს სხვა გოგირდ წყალბადთან, ეგრეთ წოდებული დისულფიდური ხიდაკის წარმოქმნა. აი თქვენ ხედავთ რომ შესაძლებელია ამ სურათებში იყოს შეცდომა, მაგრამ თავარია ჩვენ მივხვდეთ არს რა არის. აი თქვენ ნახავთ რომ სხვა ყველა ბირთვით და შესაბამისად ეს აქ ცისტეინი არ უნდა იყოს. ეხლა ისმის ჩემი ხმა. ახლა კი. ახლა ორი წამი ჩვენთან გაჩერდა და ახლა ჩაირჩა. ცისტეინზე რო თქვი გასაგები იყო? კი. ხო, ანუ ცისტეინიც არის პოლარული, მაგრამ დაუმუხტავი ამინომჟავა, ანუ ნეიტრალური ამინომჟავა, ხო? აი აქ უნდა იყოს. ეხლა, რომელთაც მიეკუთვნება ეს პოლარული დაუმუხტავი ამინომჟავი, ნახეთ სერინი, ტრეონინი, თიროზინი, ასპარგი, რა არის მათთვის დამახასიათებელი? მათთვის დამახასიათებელია პოლარული ჯგუფები, აი ჰიდროქსილის ჯგუფი, აქ აქვს კარბონილის ჯგუფი. ჯგუფები, რომელიც აქტიურად შედიან წყალთან ურთიერთობაში, ანუ ისინი მათ მუხტი არ აქვს, მაგრამ რისი წარმოქმნა შეუძლიათ? წყალბადური ბმის, ხო? ამიტომაც ისინი არიან პოლარული ამინომჟავები, ჰიდროფილურები, მაგრამ მუხტი არ გააჩნია. ეხლა ერთი მომენტია, რომ აი მაგალითად ამინომჟავა სერინი, ცილის მოლეკულაში თუ მასთან ახლოს არის ამინომჟავა, რომელსაც ახასიათებს მჟავური თვისება, ანუ შეუძლია ეს წყალბადი ფუძე თვისება უკაცრავად და შეუძლია ეს წყალბადი მიიზიდოს, შესაძლებელია თურმე რომ სერინიც იყოს დამუხტული, ანუ ეს წყალბადი მას მოსცილდეს, დისოცირდეს და ეს ჟანგბადი იყოს დამუხტული. მაგრამ ეს ხდება ძალიან მომენტალურ პროცესში, როდესაც საჭიროა ხოლმე გარკვეული ნუკლეოფილური შეტევა. დანარჩენ შემთხვევაში ეს ძირითადად არის დაუმუხტავი პოლარული ამინომჟავები.
ეხლა რაც შეეხება დადებითად დამუხტულ ამინომჟავებს. ეხლა ისინი პოლარულები არიან, რა თქმა უნდა, იმიტომ მუხტი გააჩნიათ, ხო? რადგანაც საერთო მუხტი აი ამ ძირითადი ნაწილის ამინომჟავის არის 0 პლუსი და მინუსი, ან ნეიტრალებს ერთმანეთს, ამიტომ თუ რადიკალში დამატებითი ჯგუფია, რომელსაც შეუძლია მუხტი ჰქონდეს, ის მუხტი განაპირობებს ამინომჟავას თელ მუხტს. ეხლა აქ არის სამი წარმომადგენელი. ეს არის ლიზინი, არგინინი და ჰისტიდინი. სამივე მათგანს აქვს სხვადასხვა ტიპის ამინო ჯგუფი, რომელსაც შეუძლია წყალბადის მიერთება, ეს არის ასოცირებულ მდგომარეობაში, ანუ პროტონიზირებულ მდგომარეობაში. და მათი პკ მაჩვენებლები ლიზინის და არგინის საკმაოდ მაღალია. ამიტომ რა თქმა უნდა, მათ ამინო ჯგუფებთან მიერთებულია წყალბადი. ეხლა წყალბადი მიერთებულია ნიშნავს იმას, რომ ეს ჯგუფები დამუხტულია დადებითად, ანუ ეს ფუძე ჯგუფებია და ამიტომ ისინი დადებითად არის დამუხტული. მაგრამ ჰისტიდინი არის გამონაკლისი. რადგანაც აი თქვენ ბუფერულ სისტემებს რო წაიკითხავთ, იქაც არის აღნიშნული, რომ ჰისტიდინი თვითონ ამ ამინო ჯგუფის მაჩვენებელი არის 6 და 5, 6 და 4. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ ფიზიოლოგიურ პH-ში შეგვიძლია ჩვენ ვნახოთ ჰისტიდინი, რომელიც არის პროტონიზირებული და რომელიც დეპროტონიზირებულია. ასეთ სისტემას რას უძახით ჩვენ? ასეთ სისტემას უძახით ჩვენ ბუფერულ სისტემას. ანუ ჰისტიდინი არის ერთ-ერთი ის ამინომჟავა, რომელსაც შეუძლია ბუფერული ფუნქციის შესრულება. ერთი და მეორე ის მონაწილეობს ფერმენტების მიერ განხორციელებულ პროცესებში, როდესაც საჭიროა წყალბადის მოცილება და მიერთება. აი ეს დატვირთვაც აქვს ჰისტიდინს და ძალიან ბევრ აქტიურ ცენტრში თქვენ ნახავთ ჰისტიდინს ზუსტად. ეხლა რაც შეეხება აი სამაგიეროდ ეხლა არგინინს ეს არ ახასიათებს. არგინინი ეს არის დადებითი მუხტის შემქმნელი ყველა აქტიურ ცენტრში. და ის მონაწილეობს აი უარყოფით ჯგუფებთან დასაკავშირებლად, როცა ცილა უნდა დაუკავშირდეს მაგალითად ნუკლეინის მჟავას. ამ შემთხვევაში არგინინს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ლიზინსაც, მაგრამ არგინინს უფრო მეტი. ლიზინი ძალიან ხშირად გამოდგება სხვადასხვა ჯგუფების დაკავშირების პროცესში, ისეთების როგორც არის კოფერმენტების სხვადასხვა და ასე შემდეგ. ეხლა, რაც შეეხება უარყოფითად დამუხტულებს, აქ ორი წარმომადგენელი გვყავს. ესენი არიან მჟავური ამინომჟავები. ეს არის გლუტამინის მჟავა და ასპარაგინის მჟავა. თუ ისინი არიან დისოცირებულ მდგომარეობაში, ხო, აი თქვენ ხედავთ. ესენი მოიხსენიებიან როგორც გლუტამატი და ასპარტატი. ამაზე ხო თქვით, ანუ როდესაც დისოცირებულ მდგომარეობაშია მჟავა, ის მოიხსენიება სახელით დამატებული ატი. ესეთი დაბოლოებით, ხო? ანუ ეს არის გლუტამატი, ასპარტატი. თუ ვამბობთ გლუტამინის მჟავა და ასპარაგინის მჟავა, ესენი არიან ასოცირებულ მდგომარეობაში, როდესაც აი აქ არის წყალბადი, ანუ კარბოქსილის ჯგუფი არის აღდგენილი. მათი პკ მაჩვენებლები აი ამ კარბოქსილის ჯგუფის პკ მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია. ამიტომ რა თქმა უნდა ფიზიოლოგიური pH ყოველთვის მაღალია მათზე და შესაბამისად ესენი ყოველთვის დისოცირებულ მდგომარეობაში არიან. ანუ ესენი არიან ცილაში უარყოფითი მუხტის შემქმნელები. აი ამას რა მნიშვნელობა აქვს ყველაფერს? რომ იმის და მიხედვით ცილას რა ამინომჟავური შემადგენლობა აქვს, განისაზღვრება ცილის სტრუქტურა, განისაზღვრება მისი ფუნქცია. იმიტომ რომ ყველა ეს ამინომჟავა მონაწილეობს სუსტი ქიმიური კავშირების ჩამოყალიბებაში სხვა ამინომჟავებთან, რაც აუცილებელია ცილის ჩახვევის პროცესისათვის და ასევე მონაწილეობს კავშირში გარესამყაროსთან. რა არის გარესამყარო? წყლიანი გარემო. რა არის გარესამყარო? სუბსტრატი, ლიგანდი, ნებისმიერი ნაერთი, რომელიც მოდის და ცილას უკავშირდება და მათ უნდა ერთად იფუნქციონირონ, ხო? ეს ყველაფერი დამყარებულია აი ამ ამინომჟავების თვისებებზე, რა ამინომჟავები არის ამა თუ იმ ცილის შემადგენლობაში, ეს განაპირობებს შემდგომში აი ამ სუსტ ურთიერთკავშირებს. და ჩვენ ვთქვით, რომ სუსტი ურთიერთკავშირები ეს არის საფუძველთა საფუძველი სიცოცხლის დინამიურობის შეიძლება ითქვას. ეხლა რაიმე კითხვა ხო არა გვაქვს? კარგი. ეხლა აი ჩვენ დავახასიათეთ ამინომჟავა და შემდეგ და ვთქვით, რომ ამინომჟავა ეს არის ამფოტერული ნაერთი. რას ნიშნავს ამფოტერული ნაერთი? ამინომჟავას ახასიათებს ორი ფუნქციური ჯგუფის არსებობა, ხო? ამინო ჯგუფის და კარბოქსილის ჯგუფის. და ამის და მიხედვით, რა თქმა უნდა, კარბოქსილის ჯგუფი ეს არის მჟავური ჯგუფი, ანუ რომელსაც შეუძლია მოახდინოს წყალბადის პროტონის დონაცია, ანუ გაცემა
და ამინოჯგუფი არის ფუძე ჯგუფი, რადგანაც მას შეუძლია ამ წყალბადის პროტონის აქცეპტორი იყოს, ანუ მიმღები იყოს, ხო? ანუ ესე იგი, რადგანაც ამინომჟავა შეიცავს ამ ორივე ჯგუფს, ის არის ამფოტერული ნაერთი, ანუ ის არის როგორც მჟავური ბუნების მატარებელი, ისე ფუძე ბუნების მატარებელი და ამიტომ ჰქვია მას ამფოტერული. მაგრამ ხო საინტერესო მომენტია, თქვენ ხედავთ ამ სურათს, ამას ჰქვია ამინომჟავის სატიტრაციო რეაქცია. ან რას ნიშნავს? როდესაც pH-ი არის დაბალი, თქვენ ხედავთ აი აქ და მაშინ ამინომჟავები ძირითადად აი ეს ძირითადი ჯგუფი არის ამინოჯგუფი დადებით და დამუხტული კარბოქსილის ჯგუფი დამუხტავი. რატომ? იმიტომ რომ აქ pH-ი არის pK-ს ტოლი ან pK-ზე მაღალი. მაგრამ თუ pH-ი დაიწყებს ზრდას, ანუ პროტონის კონცენტრაცია შემცირდება, კარბოქსილის ჯგუფსა ეძლევა საშუალება, რომ გასცეს ეს პროტონი და თვითონ დაიმუხტოს უარყოფითად. მაგრამ ამინოჯგუფის pK მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, ამიტომ ის იმ მომენტში, როდესაც კარბოქსილის ჯგუფი დისოცირდება, კიდევ არ არის დისოცირებული. მაგრამ თუ ჩვენ გავზრდით პროტონის შემცირებას, ანუ დავამატებთ ჰიდროქსილის ანიონებს, ანუ პროტონს წავართვებთ ამ ამინომჟავებს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეტაპზე პროტონი, ესე იგი, pH-ი მიაღწევს ისეთ დონეს, როდესაც ამინოჯგუფიც გამოსცემს ამ წყალბადს, დისოცირდება და აქ გვექნება ისევ აი ეს დისოცირებული, დეპროტონიზირებული ამინოჯგუფი და დეპროტონიზირებული კარბოქსილის ჯგუფი. ეხლა ეს რას გვაჩვენებს ჩვენ? ეს გვაჩვენებს, რომ დაბალ pH-ზე ამინოჯგუფი არის დადებითად დამუხტული, კარბოქსილის ჯგუფი არ არის მატარებელი მუხტის. ამიტომ ამინომჟავა მთლიანად იქნება ასე თუ ისე დადებითად დამუხტული. ხოლო მაღალ pH-ზე პირიქით ხდება, ამინომჟავაში კარბოქსილის ჯგუფები იქნება დამუხტული და ამინოჯგუფები არ იქნება დამუხტული. ეს არის როდესაც pK-ზე მაღალი, აი ამ ამინოჯგუფის pK-ზე მაღალი. მაგრამ შუალედში, როდესაც ჩვენ გვაქვს ფიზიოლოგიური pH-ი, როდესაც pH-ი არის ამინოჯგუფის pK-ზე დაბალი და კარბოქსილის ჯგუფის pK-ზე მაღალი, აი ამ შუალედში, ამ შემთხვევაში ამინომჟავა გვხვდება ამ ფორმით, სადაც ამინოჯგუფი არის პროტონიზირებული, კარბოქსილის ჯგუფი არის დეპროტონიზირებული და ამას ეწოდება ცვიტერიონი. ანუ ცვიტერიონი ნიშნავს იონს, რომელსაც ორი მუხტი გააჩნია. ეს არის ცვიტერიონი. ახლა არ შეგვეშალოს ეს წყალში, წყალი დიპოლია, იმიტომ რომ იქ პოლუსები იმის კუთხის გამო არის გადანაწილებული პოლუსებზე. აქ საერთო მუხტი ნოლია, არ ხდება მუხტის გადანაწილება, მაგრამ თვითონ იონი არის ცვიტერიონის სახით წარმოდგენილი, ანუ ორივე მუხტის მატარებელი იონის სახით წარმოდგენილი. ახლა აქ არის კითხვა, როდის შემიძლია მე ვნახო ამინომჟავა ცვიტერიონის ფორმაში? აი ვუყურებ ხო ამინომჟავებს. როდის შემიძლია ამინომჟავა ცვიტერიონის ფორმაში ვნახო? ახლა ამაზე მე გიპასუხებთ ამ მომენტში, ხო? როდესაც ეს ამინომჟავა არის ფიზიოლოგიურ პირობებში, ანუ ფიზიოლოგიური pH-ის პირობებში, ანუ როდესაც pH-ი არის კარბოქსილის ჯგუფების pK-ზე მაღალი და ამინოჯგუფების pK-ზე დაბალი, ეს არის ფიზიოლოგიური პირობები, მაშინ შემიძლია მე ცვიტერიონის ფორმაში ვნახო და მეორე ის შემიძლია ვნახო მე ცვიტერიონის ფორმაში მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ის არის თავისუფალი. ეხლა თავისუფალი ვიღაცა იტყვის, რას ნიშნავს თავისუფალი? რისგან თავისუფალი? თავისუფალი ცილის მოლეკულისგან. ანუ ის არაფერთან არა დაკავშირებული. თუ ის ცარიელია, თუ ის მარტოა, მაშინ შეგვიძლია ჩვენ ვნახოთ ის ცვიტერიონის მდგომარეობაში. და რა თქმა უნდა, ასე თავისუფალ ამინომჟავებს შეუძლიათ გარკვეულწილად შეასრულონ ბუფერის ფუნქცია, თუ მოხდა pH-ის ძალიან აწევა, ან pH-ის ძალიან დაწევა. შეუძლიათ, მაგრამ ეს მაინც უფრო თეორიული საკითხია. ეხლა ამინომჟავებს ახასიათებთ იზომერია. სტერეოიზომერია. არსებობს D და L სტერეოიზომერები. ეხლა რის მიხედვით ხდება ეს? აი ნახეთ, L სერინი და D სერინი. რა არის განსხვავება? ეს არის ამინოჯგუფის განლაგება მარჯვნივარი თუ მარცხნივარი, ხო? არსებობს ესეთი ნახშირწყალი. ბატონო გიორგი, ბოდიშით რომ გაწყვეტიათ, მაგრამ ხმა შეკიწყდათ, როცა თქვით ეს არის ამინომჟავისო და შემდეგ გაწყდა. ამ სლაიდზე, ხო?
დიახ, დიახ, აი ელსერინის ახსნა რო დაიწყეთ, მაშინ ანუ გაწყდეს. როდესაც არის, ესე იგი, მარჯვნივ ამინოჯგუფი, ეს არის D ფორმა. როცა არის მარცხნივ, ეს არის L ფორმა. კიდევ არ შეგვეშალოთ, არსებობს ოპტიკური იზომერია, ის სხვა რაღაცა. ის ნახშირწყლებთან როდესაც გადავალთ, იქ უფრო ვისწავლთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის D და L. ეხლა აღმოჩნდა, რომ ძირითადი ამინომჟავებისა, რაც არის გავრცელებული ცილებში, აი ძუძუმწოვრების ცილებში, ესენი არიან L ამინომჟავები. D ამინომჟავები არიან გავრცელებული მაგალითად მიკროორგანიზმებში, სხვადასხვა ტოქსინებში და ასე შემდეგ. და L ამინომჟავები არის ის ამინომჟავები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მაგალითად ცილების ასაგებად. რის მიხედვით ხდება განსხვავება? არსებობს ესეთი მარტივი ნახშირწყალი, გლიცერალდეჰიდი ჰქვია მას. აი გლიცერალდეჰიდში სად არის განლაგებული ჰიდროქსიდის ჯგუფი, ის განაპირობებს როგორ ხდება L და D, რომელია L და რომელი D იზომერი. და აი მას რომ შეადრიან ხოლმე, მასთან შედარებით ამბობენ აი ზუსტად იმას, რომ ეს არის D და L. და სიმარტივისათვის აი ესე დავიმახსოვროთ, ხო, თუ მარჯვნივ არის D, თუ მარცხნივ არის L. ეხლა გლიცინი არის გამონაკლისი. D და L გლიცინი არის ერთეიგივე. რატომ? იმიტომ რომ ისევ და ისევ აი ეს რადიკალი, მართალია ეს ამინოჯგუფი შეიძლება იყოს მარცხნივ და შეიძლება იყოს მარჯვნივ, მაგრამ აღმოჩნდა რომ რადგანაც ეს რადიკალი არის მხოლოდ წყალბადი, ანუ ძალიან მცირეა, ამიტომ სივრცული განსხვავების ნახვა გლიცინში არის ძალიან რთული. ამიტომაც ამბობენ რომ D და L გლიცინი არის ერთი და იგივე. ანუ არ არსებობს D გლიცინი და L გლიცინი, მათ შორის განსხვავების ნახვა არის ძალიან რთული. ანუ მას არ ახასიათებს სტერეოიზომერია, შეიძლება ასე ითქვას. და დანარჩენ ამინომჟავებს ახასიათებს. ეხლა გარდა სტანდარტული ამინომჟავებისა არსებობს კიდევ არასტანდარტული ამინომჟავები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არასტანდარტული ამინომჟავები ესენი არიან ეგრეთ წოდებული მოდიფიცირებული ამინომჟავები, რომელთა მოდიფიცირება ხდება ცილის სინთეზის შემდეგ. არსებობს ასეთი ცილა, რომელსაც ეწოდება კოლაგენი. და კოლაგენი შეიცავს ძალიან დიდი, ჩვენ გვექნება შემდეგ ლექციაზე ამაზე საუბარი და კოლაგენი შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავა პროლინს. და უჯრედში არსებობს ფერმენტი პროლილ ჰიდროქსილაზა. და ეს პროლილ ჰიდროქსილაზა ახდენს პროლინის ჰიდროქსილირებას, აი თქვენ ხედავთ ამ რეაქციას. და აი ამ პროლინის ჰიდროქსილირების შედეგად წარმოიქმნება ჰიდროქსიპროლინი, რომელიც კოლაგენის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. არსებობს ფერმენტი ლიზილ ჰიდროქსილაზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ხიდაკების წარმოქმნის პროცესში. ეხლა აი ეს ამასთან ერთად კიდე არსებობს ესეთი არასტანდარტული ამინომჟავები, როგორც არის დესმოზინი და იზოდესმოზინი. ისინი წარმოდგებიან ამინომჟავა ლიზინზე ასეთი ფერმენტის ზემოქმედების შედეგად, რომელსაც ქვია ლიზილ ოქსიდაზა. ეს არის უჯრედგარე არეში მომუშავე ფერმენტი და მისი მიერ ამინომჟავა ლიზინის დაჟანგვას მივყავართ იმისკენ, რომ 4 ამინომჟავა ლიზინი, აქ არის იზომერიზაცია, მაგრამ 4 ამინომჟავა ლიზინი ერთმანეთს უკავშირდება და წარმოქმნის ეგრეთ წოდებულ განივ ხიდაკებს, მაგალითად ელასტინის ფიბრილებს შორის, ან კოლაგენის ფიბრილებს შორის და ესენი არიან დესმოზინი და იზოდესმოზინი. ესე იგი ეს არასტანდარტული ამინომჟავები ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვხვდება უჯრედგარე მატრიქსში არსებული ცილების შემადგენლობაში ხშირ შემთხვევაში. თუმცა არსებობს სხვა ცილები, სადაც ჩვენ ასევე შეიძლება შევხვდეს არასტანდარტული ამინომჟავები და ძალიან იშვიათად ხდება ასეთი რა. ეხლა როგორც ვთქვით, ამინომჟავები არსებობს პროტეინოგენური და არაპროტეინოგენური. ანუ ზოგიერთი პროტეინოგენული ამინომჟავა არ არის მხოლოდ ცილის სტრუქტურის შემადგენლობაში, ანუ მისი თვის ფუნქცია ეს არ არის მხოლოდ ცილის აგება. ანუ მას შეიძლება ჰქონდეს დამატებითი ფუნქცია, როგორც თავისუფალ ამინომჟავებს. აი ესეთია გლუტამინი, გლუტამატი, გლიცინი, ალანინი. ეხლა რასაკეთებენ? აი მაგალითად ალანინი, ამინომჟავა ალანინი. ამინომჟავა ალანინი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამინომჟავა, რომელიც ძალიან დიდი ოდენობით წარმოიქმნება კუნთებში, ესეთი მეტაბოლიზმის შედეგად და მისი ტრანსპორტი ხდება ღვიძლში, სადაც ის მონაწილეობს გლუკოზის აღდგენის პროცესში, რასაც გლუკონეოგენეზი ეწოდება. ამიტომ ამინომჟავა ალანინი, რა თქმა უნდა, გლუკოგენური ამინომჟავა. აი ამინომჟავა გლიცინი, თქვენ იცით რომ ამინომჟავა გლიცინი არის
ამინომჟავა გლუტამატის მსგავსად არის ძალიან მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმიტერი, ანუ ნერვულ გადაცემაში მონაწილეობს. აი გლიცინი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შემაკავებელი ნეირომედიატორი, ანუ ინჰიბიტორი, მაინჰიბირებელი ნეირომედიატორი. აი როგორც გამა ამინოერბოსმჟავა, როგორც დოფამინი, როგორც სხვადასხვა. ეხლა როგორც ადენოზინი და ასე შემდეგ. ეხლა აი მე ვახსენე გამა ამინოერბოსმჟავა. აი ამინომჟავა გლუტამატი არის არა მარტო თვითონ ნეირომედიატორი, ანუ მისი გარდაქმნის შედეგად ასევე წარმოიქმნება ესეთი ნაერთი, რომელსაც გამა ამინოერბოსმჟავა ეწოდება, რომელიც შემაკავებელი ნეირომედიატორია. ესეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ეხლა გლუტამინი ეს არის საშუალება, რომ გლუტამატის ტოქსიკური ეფექტის აცილება მოხდეს. ერთი და მეორე გლუტამინი ეს არის საშუალება, რომ მოხდეს აზოტის ტრანსპორტი სხვადასხვა ქსოვილებიდან ღვიძლში და თირკმელებში, სადაც საჭიროა მისი გაუნებელყოფა, სადაც მოხდება მისი გაუნებელყოფა. ეხლა ამას ეს რაც შეეხება, ეხლა რაც შეეხება სხვა ამინომჟავებს, რომლებიც არ მონაწილეობენ ცილის შემადგენლობაში. აი მაგალითად ამინომჟავა ციტრულინი, ან ამინომჟავა ორნიტინი. არსებობს ასეთი ძალიან ცნობილი ციკლი, რომელსაც ქვია შარდოვანას ორნიტინული ციკლი. ეხლა მე ვახსენე ამინოჯგუფის გაუნებელყოფა, აზოტის გაუნებელყოფა. აი ზუსტად ამინომჟავა ორნიტინი და ციტრულინი მონაწილეობენ სწორედ აი შარდოვანას გაუნებელყოფის, უბრალოდ აზოტის გაუნებელყოფის პროცესში და წარმოიქმნება ესეთი ნაერთი, რომელსაც შარდოვანა ეწოდება, რომელიც შარდის საშუალებით შემდგომში გამოიყოფა. ამინომჟავა ციტრულინი ძალიან დიდი კონცენტრაციით წარმოიქმნება ნაწლავებში. მაგრამ აი აქ წარმოქმნილი ამინომჟავა ციტრულინი ის მონაწილეობს შემდგომში თირკმელში ამინომჟავა არგინინის წარმოქმნაში. და არგინინი ეს არის მნიშვნელოვანი ამინომჟავა არა მარტო ცილის შემადგენლობაში, ანუ მარტო ცილის წარმოქმნის პროცესში კი არ მონაწილეობს, ანუ მარტო პროტეინოგენური ამინომჟავა კი არ არის. არამედ ამინომჟავა არგინინი მონაწილეობს ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი ამინომჟავური ნაწარმის წარმოქმნაში, რომელსაც ეწოდება კრეატინი. ისეთი ნაერთის წარმოქმნაში, რომელსაც ეწოდება აზოტის ჟანგი. ანუ ამინომჟავა არგინინს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ზოგადად აი ამ იმაში. ეხლა აი აქ არ არის აღნიშნული ამინომჟავა ტრიპტოფანი. ამინომჟავა ტრიპტოფანი მონაწილეობს მაგალითად ისეთი ძალიან ცნობილი კოფერმენტის სინთეზში, რომელსაც ეწოდება ნიკოტინამიდ დინუკლეოტიდი, ანუ ნადი და მისი ფოსფორილირებული ფორმა. აქ არ არის აღნიშნული ამინომჟავა თიროზინი, რომელიც მონაწილეობს აი ესეთი მნიშვნელოვანი ნაერთების წარმოქმნაში, როგორიც არის მაგალითად ადრენალინი, ნორადრენალინი, დოფამინი. ტრიპტოფანი მონაწილეობს ისევ და ისევ სეროტონინის წარმოქმნაში და მელატონინის. და აი ასე შემდეგ. ანუ ამინომჟავების დატვირთვა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ცილის სინთეზი, არამედ ისინი მოქმედებენ როგორც თავისუფალი სახითაც. აი ტაურინი ესეთი ამინომჟავა მონაწილეობს ნაღლის მჟავების სინთეზის, ნაღლის მარილების სინთეზის პროცესში, რომელიც შემდგომში იცით რომ ნაღლის მარილებს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მონელების და შეწოვის პროცესში. ეხლა კრეატინი ვახსენეთ, კრეატინი მონაწილეობს აი ჩვენ ვიცით ბუფერული სისტემები, ხომ? ბიკარბონატული, ფოსფატური და ასე შემდეგ. აი კრეატინი მონაწილეობს ენერგიის ბუფერის შექმნაში, ანუ ის მონაწილეობს ენერგიის შენახვის, სტაბილიზაციის პროცესში. ამიტომ მათი ფუნქცია საკმაოდ ფართია. და ესეც მინდა რომ თქვენ ეს ყველაფერი იცოდეთ. ეხლა ჩვენ თქვით და ვახსენეთ, რომ აი ამინომჟავა არის ციტერიონის მდგომარეობაში, როცა არის თავისუფალი, დავახასიათეთ თავისუფალი ამინომჟავები და ასე შემდეგ. და ეხლა კითხვა გავთქვით, რომ როდის არის თავისუფალი, ხომ? როდესაც ის არ მონაწილეობს გარკვეული ბმების შექმნაში. და აი ის 20 ამინომჟავა, რომელსაც ეწოდება ეს პროტეინოგენური ამინომჟავები, არსებობს 21, ეს არის ჰომოცისტეინი, უბრალოდ სელენოცისტეინი. მაგრამ აი ეს 20 ამინომჟავა, რომელიც კოდირდება ჩვენი გენეტიკური აპარატის მიერ, ერთმანეთთან ქმნის ძლიერ კოვალენტურ ბმას, რომელიც არის კოვალენტური ბმის ფორმა, მაგრამ უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივი კოვალენტური ბმა, რომელსაც ეწოდება პეპტიდური ბმა. ეხლა როგორ წარმოიქმნება ეს პეპტიდური ბმა? პეპტიდური ბმა წარმოიქმნება ერთი ამინომჟავას, კარბოქსილის, პირიქით არა. ამ შემთხვევაში ერთი ამინომჟავას კარბოქსილის ჯგუფის დაკავშირებით მეორე კარბოქსილის ჯგუფის ამ დაკავშირებით მეორე ამინომჟავას ამინოჯგუფს. ანუ ჰიდროქსილის ჯგუფსა და წყალბადს შორის
დამყარდება კავშირი და წარმოიქმნება წყალი და ბმაყალიბდება ნახშირბადსა და აზოტს შორის. ეხლა ამ სურათზე ეს გამარტივებულია, თქვენ ხედავთ ეს სხვადასხვა მდგომარეობაშია, ხო, ჟანგბადი. რატომ? რეალურად ბმა არის უმეტეს შემთხვევაში აი ამ ჰიდროქსილსა და ამ აზოტს შორის. იმიტომ რომ თუ ეს ჟანგბადი ეს წყალბადი ერთმანეთის გვერდ-გვერდ იქნებიან, მათ შორის წარმოიქმნება წყალბადური ბმა, რაც არ არის ხელსაყრელი შემდგომში ცირის სტრუქტურის ჩამოყალიბებისათვის. ამიტომაც ხშირ შემთხვევაში ზუსტად აი ეს ჯგუფები, ასევე რადიკალები, ეხლა აქ ერთ მდგომარეობაში არიან, მაგრამ არიან ტრანს მდგომარეობაში, ანუ სხვადასხვა მდგომარეობაში და არა ერთი და იგივე მდგომარეობაში, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ სივრცულად და სივრცულადაც ვერ თავსდებიან სიმართლე რომ ვთქვათ ერთად. ეხლა პეპტიდური ბმა წარმოიქმნება ორ ამინომჟავას შორის. შემდგომში მე შეიძლება დაემატოს მესამე, მეოთხე და ან გვაქვს პეპტიდები, გვაქვს ოლიგოპეპტიდები, გვაქვს პოლიპეპტიდი. ანუ პოლიპეპტიდი არის ცილა, ხო? მაგრამ აღმოჩნდა რომ მხოლოდ ცილები არ არის ფუნქციის შემსრულებელი. პეპტიდებსაც აქვს გარკვეული დატვირთვა. და აი პეპტიდი აი ამ სურათზე წარმოდგენილია ზოგიერთი მათგანი. აი მაგალითად ერთ-ერთი გავრცელებული პეპტიდი, რომელიც ტრიპეპტიდს წარმოადგენს, ეს არის გლუტათიონი. აი ეს გლუტათიონი მონაწილეობს ამინომჟავების ტრანსპორტის პროცესში, აი შეწოვის პროცესში. ის მონაწილეობს როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მისი, ეს არის ანტიოქსიდანტურ სისტემაში მონაწილეობა. ანუ მას აი ამ სულფიდრილის ჯგუფის საშუალებით, აი ამ წყალბადის მიერთების საშუალებით შეუძლია ცისტეინია ხო ეს ამინომჟავაში. აი ამ შეუძლია ამ წყალბადის გაცემა და მიერთება. და ის წარმოქმნის ამას, რომ ახორციელებს როგორ მეორე გლუტათიონთან დაკავშირების გზით. წარმოიქმნება ორ გლუტათიონს შორის SS ხიდაკი, ორ გოგირდს შორის კავშირი და თუ წყალბადის მიერთება მოხდება, მათ შორის კავშირი დაიხურა. ანუ გლუტათიონი არის ძალიან მნიშვნელოვანი პეპტიდი, რომელიც მონაწილეობს აი ამ პროცესებში. აი თირეოლიბერინი, ესეც ტრიპეპტიდი, ეს წარმოიქმნება როგორც დიდი ცილა და შემდგომში მე იშლება ამ ტრიპეპტიდებად და ეს არის აქტიური ნაწილი მისი ეს ტრიპეპტიდი. თირეოლიბერინი ეს არის ჰიპოთალამუსის ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს ჰიპოფიზიდან ესეთი ძალიან ცნობილი ჰორმონის სინთეზს, რომელსაც TSH ეწოდება, ხო, თირეოიდ მასტიმულირებელი ჰორმონი, რომელიც თავის მხრივ ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლიდან თიროიდული ჰორმონების გამოთავისუფლებას. ეხლა თირეოლიბერინი თავის მხრივ აღმოჩნდა, რომ მას გარკვეული ნეირომედიატორული ფუნქციაც აქვს, ანუ ის მონაწილეობს როგორც ნეიროპეპტიდი უკვე თავის ტვინში და არა სისხლში. აი მაგალითად სპილენძის დამაკავშირებელი პეპტიდი. ეს პეპტიდი აღმოჩენილია პლაზმაში. მას აქვს ძალიან დადებითი გავლენა და აღმოჩნდა, რომ ის მონაწილეობს, აი მასო შეუძლია სტიმულაცია, მაგალითად ელასტინის, კოლაგენის სინთეზის, მას შეუძლია სტიმულაცია სხვადასხვა ცილოვანი სტრუქტურების სინთეზს, ანუ სიგნალი მისცეს, უჯერებს, რომ მოხდეს ის მონაწილეობს ესე ვთქვათ, ნერვული ოჭკოს ზრდის პროცესში, ანუ ასტიმულირებს აი ამ ზრდის პროცესს, რომ ნერვული უჯრედი გაიზარდოს. ასტიმულირებს სხვადასხვა დარღვევების დროს, აი ვთქვათ, მოხდა დარღვევა. ესეთი ნაერთების გამოთავისუფლებას, რომელსაც ეწოდებათ თრომბოციტული ზრდის ფაქტორები. თრომბოციტული ზრდის ფაქტორები თავის მხრივ არიან აგენტები, რომლებიც ასტიმულირებენ შეხორცების პროცესს.